სალომე ზურაბიშვილმა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია დააფიქსირა რუსთაველის გამზირზე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინ მონაწილეობა არ მონაწილეობის თაობაზე და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. მინიმუმ კითხვა გააჩინა ეს მისი პოზიცია იყო, მისი ფიქრების გაჟღერება იყო, საჯაროდ თუ მის გარშემო შემოყრებილი პარტიების შეთანხმებული პოზიცია იყო. იქ მხოლოდ რამდენიმე პარტიაა, ვინც გამორიცხავს სამართლიანად სახელად ადგილობრივი არჩევნების მიღებას, როგორც შეჯიბრებითობას, არადა ეს არის ფარსი. სხვა პარტიის პოზიცია დაფიქსირებული უბრალოდ არ აქვს დღემდე. და დღეს დილიდან გახარიას პარტია საუბრობს იგივეს, რასაც საუბრობდა, არ გამორიცხავს მასში მონაწილეობას და ამას დაემატა პარტია ლელო, რომელმაც მოგვიწოდა საჯარო დებატებისკენ და ამ საკითხის გარშემო დისკუსიის გახსნისკენ. ანუ ვისაუბროთ, ვიდებატოთ, ადგილობრივ არჩევნებზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა თუ არა. ეს არის პარტია ლელოს დაფიქსირებული პოზიცია. არადა ამისი თვეების განმავლობაში ამაზე საუბრობდით მეც პირადად და მეგობრების, კოლეგებიც, პასუხად ვიღებდით, რომ რადგან ამაზე საუბარია ივანიშვილის ცენზაში ჩაწერას ნიშნავს, თუ კი ჩვენ ვისაუბრებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს უაღრესად ერთი კვირის წინათაც, 13 დღის წინათაც ეს პასუხები იყო. ერთი სიტყვით, სალომე ზურაბიშვილმაც უნდა თქვას, ძალიან დიდი პატივისცემა ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, ქალბატონ ზურაბიშვილს, მაგრამ სიმართლე არის შემდეგი. ბუნდოვანებას დაემატა მეტი ბუნდოვანება. საზოგადოება იმსახურებს ახლა პასუხს. ზურაბიშვილმა ეს უბრალოდ მისი თქმა ისიც დაძალადებად და არ იყო შეთანხმებული პარტიებთან, თუ ეს იყო შეთანხმებული და პარტიები მის პლატფორმაზე სხვაგვარად ფიქრობენ. პოლიტიკური კაფეობის გარეშე, პოლიტიკური ცვლილებების მოხდენა არის შეუძლებელი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კაფეობა.